მიჯდე თუ დავდგე. სოლონის დროიდან ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავს ერთადერთ კითხვას. შესაძლებელია თუ არა რომ ადამიანმა ადამიანთან ერთად თანასწორად იცხოვროს, ადამიანმა ადამიანთან ერთად თანასწორად იცხოვროს, იწვეს ისიც იწვეს და ეს იყოს ჰორიზონტული ურთიერთობა თუ არის შესაძლებელი ონტოლოგიური ურთიერთობა ადამიანებს შორის სოლონის მერე მისმა შვილიშვილის შვილთაშვილმა პლატონმა სცადა რომ ამ კითხვაზე გაეცა პოზიტიური პასუხი და ეს პასუხი იყო ერთი რომ ადამიანები რესპუბლიკაში უნდა მოეთავსებინათ კუნძულზე დიონისოს მესამესთან ჩავიდა დააპატიმრეს ტყვედ გაყიდეს გამოაგდეს კინაღა მოკვდა თანასწორი ურთიერთობები ვერ დაამყარა მან არა მხოლოდ მან არამედ ნაპოლეონმაც ვერ დაამყარა რობესპიერმაც ვერ დაამყარა ლენინმაც ვერ დაამყარა სტალინმაც არ დაამყარა დღეს მე თანასწორობის სურვილში კაცობრიობასთან ერთად სული მძვრება რადგანაც ოხშივარი აზდით მარჯვნივ ბიოლოგიურ მარცხნივ ბირთვულ და ცენტრში კიდევ ციფრულ იარაღს მაგრამ მე ვიცი ერთი რამ რომ სანამ მე მიდგას წინ ხატი და ეს ხატი ღვთისმშობლის ხატია და მასთან ერთად ერთი იათნანელი ამორძალის ციციგეგეშხეს ხატი ამორძალის რომელიც ცოცხლად არ დანებდა ფინიკიელ ვაჭრებს და ამავე დროს მათთან ერთად აქაველების და დორიელების ურდოებს ის ბოლომდე დადგა მან გასწირა თავი იმისათვის რომ კაცობრიობას დაენახა რომ ადამიანი შეიძლება იყოს ლამაზი და ადამიანს შეიძლება უყვარდეს